მოგესალმებით მეგობრებო, ემოქის ყავს სიასი გომარეობას განახებ. მოკლედ, ეს კრილოა ჩატერებული, როგორც ხედავთ. იდეალურად, გემრიელად, ჩვენთა სერვისში არაა გაკეთებული. გერმეტიკების ბიჭებმა წაუსვეს, ნაადრევად იყო წასასმელი გერმეტიკი, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე ზოგადად მუშადება ის ადგილი. მაგრამ რაღაც ეს სუფთათა წასულეთ ან დასკოჩილი, ესე იგი დამუშავებულისა აქვს ბიჭებს. მოკლედ ამ კარებს არ ვღებავთ ჩვენ, მოკლედ ესე გადაწყვიტა ფლობელმა, ფაქტიურად იღებება მარტო მხოლოდ უკანა კრილო, კარნიზი, აი კარნიზი ესეთი გაკეთებულია, მოკლედ. როგორც ხედავთ, ამ დაზიანება ქონდა, ალბათ გვერდიდან დანარწმი იყო. ნაისი მდგომარეობა აქვს უკანა კრილოს, ახლა შევასწრები კარები გავაღო, შიგნით განახოთ. თუ რასთან გვექნება საქმე. მოკლედ გადავედი სამ კრილოზე, აი როგორც ხედავთ, აი ესე ჩაკერებული აქვს კრილო. აი ესეთი ტალღები აქვს, მოკლედ, აი ესეთი მდგომარეობა აქვს, აი ზემოთ კუზი აქვს, აგი 1 2 და იტი და კამერაში, მოკლედ. აი ეს მდგომარეობა აქვს ამასაც. ანუ გასასწორებელი გვაქვს სამუშაო გვაქვს ფაქტიურად. აი აქ, მოკლედ, აი ესეთი მდგომარეობა აქვს, აქაც ცოტა ჩატალღული, ანუ ალბათ დაიჭირა კრილო ეს რო ჩაიკერა. მოკლედ სამუშაო გვაქვს ფაქტიურად შევაღებოთ აი ეს ნახევარი ფთა უკანა. აქაც ის დამუშავებული აქვს ბიჭებს, არა აქვს დატაჩილებული იქიდან გამომდინარე რომ აი ესეთი დონე არ ყოფილიყო, აქ შეიძლება აპარატი დგას სწორედ ისე რომ შპაკლი არ წაესვას. ეგაც აქვს გათვალისწინებული, მაგიტო არაა გატაჩილებული. აქ ეთყობა დაზიანებული ქონა, მაგიტომაც აატაჩილეს ბიჭებმა, ну რა თქმა უნდა გადამული ადგილას. რაც შეეხება შიდა მხარესაც, შიდა მხარესაც ესეთი ნამუშევარი აქვს, სუფთა, ეხლა ეს კარები მოიხსნება, ერთი სტოიკის ადგილას აქვს, ალბათ უდარისგან ეს დაკაჩული ქონდა. ნაუგროთ აი გადამის ადგილას და ეს ადგილი, მოკლედ რა. აი ეს სუფთა აქვს ბიჭებს ეს ნამუშევარი. მოკლედ ხო და მოკლედ ესე ვფიქრობ, როგორც ჩემი საკუთარი M4, მოკლედ ამ ყველაფერს გავაცლი ამ კრილოზე, ესე გადავწყვიტე მე თვითონ, ხობერთან არ გამივლია არაფერი, იმიტომ იქიდან გამომდინარე გარბენი აქვს ძალიან დაბალი, იდეალური მანქანაა. მოკლედ ამას ყველაფერს გავასუფთავებ, მაქსიმალურად დავხვეწავ ამ კრილოს, რომ იყოს იდეალური ზომებს გადმოვიდან იმ კრილოდან ამ კრილომდე, აი როგორც ხედავთ მდგომარეობაში ახლა ტალღებს და იმებს. ესეთი მდგომარეობა აქვს ფაქტიურად. ვერ გავლესაო, ნამცხვარს ვერ გამოვაცხობ, მოკლედ შპაკლით ვერ ამოვლესაო ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს გავასუფთავებ იდეალურად. გემრიელად, მოკლედ დავიწყებ ახლა გასუფთავებას ამ ყველაფერის და ეტაპობრივ მაქსიმალურად შევეცდები გადავიღო, შედეგსაც განახებთ, რას მივიღებთ ან უკანა კრილოსგან და რა თქმა უნდა კარნიზისგან. და ანუ ძირითადად უფრო კრილოზე მაქვს დიდი სამუშაო, რო გრძელი კრილოა და ძალიან ცოტა ესეთი სამუშაოა რა. ეს მოდიფიკაციაც ძალიან მაგარი მოდიფიკაცია აქვს, ესეთი გაკეთებული, ოღონდ მხოლოდ იმას გამონაკლისი ჰქონდა ეს ხუნდები, ტორმოზები, ამას კარბონ კერამიკა აქვს, იმას M4-ები ეყენა. გამშვებები ხლოპი ჰქონდა ბევრად დახვეწილი იმას. დანარჩენი ფაქტიურად ერთ და იგივეა რა. Так, რაც შეეხება ჩვენი M4-ს, აი ეს გავასუფთავეთ, გავაწყრიალეთ, მოკლედ სულ ყველაფერია ესე. მოკლედ ფაქტიურად დასამუშავებელი ეს წერტილები მაქვს. რაც იყო მანამდე ატაჩილებული, ანუ გადამის ადგილებზე, მაგებს ყველაფერს გავამუშავებ. და დავუბრუნდავთ. მე დეტალებს უკვე გადავიღებ განახებ. შეეხება კარნის ესე მდგომარეობაშია. ამაზე იღებდა კარნიზი, რა თქმა უნდა, უკანა კრილო, ან უკანა ფთა, თავის სტოიკია. მოკლედ მეგობრებო, ესე დამზადდა, აი ამ დეტალებს სადაც ხედავთ, შპაკლები ძირითადად ეს ადგილებში დაიმატა. აქ, მოკლედ აქ რაც შეეხება კარნის როგორც ხედავთ, აი ეს ექსო შპაკლი დამატებული ზემოდან. ну, ვთქვათ იდეალური გასწორებული იყო თქო, კარნიზი თლათ ისევე რა. დანარჩენს როგორც ხედავთ, აი ესე დაიმატა. ფაქტიურად ეხლა ეს ხომსათამ დასაგრუნდათ, ამას გავწმინდავ, კიდე წმინდა პირს გადავოლით, შევფუთავთ, გავასუფთავებ და დავუბრუნდავთ. მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა ჩვენი ძიეს შემოვიდა ღომელში.
კარნიზი გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო, მაქსიმალურად დავხოწე მისი ფორმები, პლასმასი არ მადლობს იმის საშუალებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე აქ ვერც ჩავაგაკუნებთ, ვერაფერს ვერ ვიზავთ, მაქსიმალურად დავსვით. ამ კარებზე გადმოდიოთ პერეხოს, ფერი დავსვათ, იმიტომ ძალიან ისეთი ფერი აქვს, რომელიც ნაჭერში არ ვარ გაშეღება, ანუ ფლობელს არ უნდა და გადავაწყვეტინეთ, კიდე თუ არ უნდა შევუღებოთ. აქ ეს ჩვენი მხარეა, ესე დამუშავდა, ესე დამზადდა. ახლა ეს ყველაფერი გაიწმინდება, გასუთავდება, შევფუთავთ, შევღებავთ. და მერე უკვე საბოლოო შედეგსაც ერთად ვნახავთ. ძალიან მაგარი როშია, მოკლედ, ეს ტიპია, ესეთი მოდელი გვაქვს გაკეთებული, ამას ჩვენ შევღებეთ, ნახავთ ჩემ YouTube გვერდზე. კაპოტი შეიღება, კრილო შეიღება, ზუსტად ესეთი მოდელი იყო, ანალოგიური მოდელი იყო. იმას უფრო დახვეწილი ქონდა გამშვების სისტემა, ამას ტორმოზები აქვს უფრო დახვეწილი. ცხვირი შევღებეთ იმაზე, თავის გადასვლით მე მგონი მარცხენა კარზე აღარ მახსოვს ზუსტად. ზუსტად ესეთი ფერი. მოკლედ, შევუდგები საქმეს და დეტალებს მერე გადავიღებ, კიდე განახებთ შემო მეგობრებო. Так, მეგობრებო, დავასრულეთ, მოდი ერთად შევაფასოთ. ეს იდეალური გამოვიდა. რეალი მოკლედ გადასვლა არის აქამდე, აი სკოჩიდან ეთყობა, წყვეტა, მერე უკვე პერეხოდი, ანუ გადასვლა როფერი დამჯდარიყო. აი ეს გამოვიდა. ჩვენი გატყავებული კრილო, მოკლედ აი ამეებში ყველა ჯიგრულად. როგორც ჩემი საკუთარი მანქანა, მოკლედ ეგრე გავაკეთე, მაგრამ მევასება M4 ეს მოდელი. ჩვენი კარები, კარებსაც გადასვლა გავაკეთე აი ესე ნახევრად, აი ჩანს სკოჩიდან გამომდინარე. აქ უკვე თავისია ყველაფერი ქართული. მაგრამ შეეხება დაბრედი კარნის, აი ესე იდეალურად გამოვიდა კარნიზით. მოკლედ აი ესე დასრულდა ეს მანქანა. ეს მანქანა აქ არ იწყობა. იწყობა სხვა დიტეილინგში, მოკლედ ამის აწყობილი ვერსიას ვეღარ განახეთ, მოკლედ ეს დასრულდა ჩვენ სერვისში, upgrade-ში ეს მანქანა მოკლედ, აი ესე მეგობრებო, შეაფასეთ. მოკლედ აი ეს